დღეს დავდე მაგალითად ჩემს Facebook გვერდზე ვიდეო ბრიუსელი რას დაემსგავს. უბრალოდ ნახე მე იმას გავს რაღაც ბაღდადს. ეგრეა ევროპის ძალიან ბევრი დედაქალაქი და მსხვილი ქალაქი. ისლამური ქვეყნების ქალაქებს გავს. ეს პრობლემაც მანდ კაცო ლიბერალურმა იდეოლოგიამ წარმოშვა. ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი არის სუფთა კომერციული ინტერესი. მსხვილი ბიზნესი, რომელიც ასოცირებული და აფილირებულია ხელისუფლებასთან, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლების ბიზნესს ჭირდება ცხადია იაფი მუშახელი. რატომ ჭირდება იცი? როგორც ზემიტანი სამსახურს ჭირდება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართველი იმ ფასად არ იმუშავებს, ეხლა რა ფასადაც იმუშავებს, ვიღაცა საწყალი გაღატაკებული მიგრანტი აფრიკიდან ან აზიიდან. ქართულს ეხლა უფრო სხვა ცხოვრების ის აქვს, კაცო, დონე. ეგ ბუნებრივია. მაგალითად, რა ფასადაც პოლონელი იმუშავებს, იმ ფასად არ იმუშავებს გერმანელი. რა ფასადაც გერმანელი იმუშავებს, იმ ფასად არ იმუშავებს ამერიკელი ან შვედი. ანუ ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული ფინანსური კრიტერიუმი. ხო, სადღაც აფრიკაში შეიძლება დღეში კონდეთ რამოდენიმე დოლარი შემოსავალი და მათთვის ეს იყოს საკმარისი იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ცხადია, ეგეთი ხალხი შენ თუ აქ ჩამოიყვანე და მონურ მდგომარეობაში ამუშავე, შენ გამდიდრდები.